გაცილებით მეტი ხანია სამწუხაროდ რუსეთი მასირებულ დარტყმებს ახორციელებს მსხვილი ქალაქების დასახლებულ პუნქტებზე. მათი მიზანია მოკლან რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი უკრაინელი. გამოიყენება ყველა ტიპის რაკეტები. უკრაინის მითხარით, რამდენი წამი დარჩება? დრონი მოფრინავს. ბომბავენ ენერგოობიექტებს, თბოდა ატომურ ელექტროსადგურებს. რუსეთი აწარმოებს გენოციდურ ომს და ის არ ჩერდება. Большое количество убитых с российской стороны, потому что არ უნდა რომ გაჩერდეს, რადგან ომი ასეთი რუსეთისთვის როგორცაც ახლა ვხედავთ, გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. ახლა ძირითადი ბრძოლები პოკროვსკის, კუპიანსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით მიდის. რუსები ასობით ათასი ხაზს უსვამ, არა ათობით, არამედ ასობით ათასი სამხედრო მოსამსახურე ცდილობს ალყაში მოაქციოს საომარი ტერიტორია. технологиями воюют შედიან ბრიგადებით, მათ ანადგურებენ უკრაინელები. შედის შემდეგი ბრიგადა და ასე დაუსრულებლად. რუსეთი არ იბრძვის კრეატიული ტექნოლოგიებით. ომობს ცოცხალი ძალით და ძველი საბჭოთა იარაღით. никаких изменений, никаких намерений России останавливать всю эту войну на сегодняшний день нету и не фиксируется. შესაძლებას მხარეები დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ ომი დასრულდეს. Это вопрос, в принципе, несет в себе сразу ответ. Переговорного стола не существует. Россия რუსეთს ეს რომ უნდადეს, როგორც მინიმუმ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეწყვეტდა და ამ ფორმით მაინც დაადასტურებდა მოლაპარაკების მზაობას. პრინციპში რუსეთი იომებს მანამ, სანამ მას ამის უფლებას მისცემს გლობალური საზოგადოება. თუ მსოფლიო გადაწყვეტს აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი, ამისათვის საჭიროა შიდა ბაზრებიდან რუსეთის სრული იზოლირება. მას ბოლომდე უნდა შეეზღუდოს გლობალურ ფინანსურ სისტემებზე წვდომა. ბოლომდე უნდა აეკრძალოს გაყიდოს ენერგომატარებლები და უნდა გაიშალოს მასშტაბური ომი თავად რუსეთის ტერიტორიაზე. გაიზარდოს სამხედრო ინვესტიციები უკრაინაში და უკრაინის სამხედრო წარმოება. ამ შემთხვევაში ჩვენ გავალთ ომის ფინალში. Вы начинали с этого. Если Россию сегодня не остановить, то она თქვენ ამით დაიწყეთ და ამ შეკითხვას ასე დავასრულებ. თუ რუსეთი დღეს არ გაჩერდება, მაშინ ის მისი ხარბი და სასტიკი ექსპანსია 10-ჯერ უფრო გაიზრდება სხვა ქვეყნებთანაც. ეს არის რუსეთის ქცევის მოდელი. მაქსიმალური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. იქნება ეს კორუფცია, ოლიგარქია, კრიმინალი, სასტიკი მკვლელობები პოლიტიკური მოტივებით თუ სხვა. ასეთია პუტინის რუსკი მир. Что касается коррупционного скандала в энергетической сфере Украины, в принципе, коррупция... რაც შეეხება კორუფციულ სკანდალს, რომელსაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, აქ საკითხი ასე დგას. რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო პრობლემების მოსაგვარებლად. როცა კი გაჩნდა ეჭვი ენერგოსფეროში კორუფციის შესახებ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბუკვალურად რამდენიმე დღეში მიიღო მკაცრი ზომები. დაუყოვნებლივ დადგა შესაბამისი პროფილის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობა. აუდიტი და შემოწმება ახლაც მიმდინარეობს. გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება. ყველაფერი უნდა დამტკიცდეს სასამართლოში, მაგრამ სასამართლოს დრო სჭირდება. ამიტომ პრეზიდენტის ნება იყოს სწრაფად და მკაცრად გაეცა пасухи კორუფციის ჩანასახშივე და დაუყოვნებლივ ეჩვენებინა ქვეყანას, რომ უკრაინა მზად არის მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის. Масштабное переформатирование, оно вот сейчас прямо